მათე სახარების განმარტება, თავი მეხუთე. და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი. მახლობელ მთაზე ასვლით ქრისტე ნაწილობრივ განერიდა ხალხ მრავალ ხმაურს. ნაწილობრივ კი სწავლების უწყვეტად ქადაგების საშუალება მიეცა. სხეულთა განკურნებიდან სულის კურნებაზე გადავიდა. ამგვარ ხერხს მიმართავს იგი ყოველთვის, ინაცვლებს ერთიდან მეორეზე ჩვენთვის სხვადასხვაგვარი სარგებლის მოსანიჭებლად. სინას მთაზე არაბეთის უნაყოფო უდაბნოში გაცხადდა მოსეს რჯული, ხოლო გალილეის ზღვის მახლობელ ნაყოფიერ ველზე ამოზრდილ მთაზე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სახარებისეული რჯული გვაუწყა. მოსეს რჯული 10 საღვთო მცნებას შეიცავდა, ქრისტეს რჯული კი ნეტარების 9 მცნებას. მოსეს მკაცრი რჯული ელვასა და ჭექა ქუხილში, საყვირის მსგავსად საშინლად გაისმა უდაბნოს ველურ ფრიალო კლდეებს შორის. სახარების კურთხეული რჯული კი გაზაფხულის ნათელ დღეს გაისმა, გალილეის ტბიდან მობერილი გრილი ნიავის თანხლებით, ამწვანებულ და ყვავილებით მოფენილ მთის ფერდობზე. იქ სქელი მრისხანე ღრუბლები ფარავდნენ სინას მწვერვალს, უხილავი ღმერთის ხმა შიშს გვრიდა ისრაელის ძეებს. აქ მშვიდი და მდაბალი იესოს უწმინდეს ბაგეთაგან წარმოთქმული მარადიული სიცოცხლის მაუწყებელი სიტყვები ატკბობდა მათ გულებს. იქ სიკვდილის შიშით ვერავინ ეკარებოდა წმინდა მთის ცნობილ ნიშს, რომელიც თრთოდა მასზე თავად უფლის, შემოქმედისა და რჯულმდებლის ყოფნის გამო. აქ კი ხალხი მჭიდროდ შემორტყმოდა გარს მაცხოვარს, ცდილობდა რაც შეიძლება მეტად მიახლებოდა, შეხებოდა სიყვარულით სავსე, სასწაუთმოქმედი რჯულმდებლის თუნდაც სამოსს და რამდენი სნეული განიკურნა. სინას რჯული მკაცრი სიმართლის რჯული იყო, სახარების რჯული საღვთო სიყვარულის რჯულია. მასში გაერთიანდა ძველი აღთქმის ჭეშმარიტება და ახალი აღთქმის მოწყალება. ძველი რჯული ამბობდა, ბოროტს ნუ იზამ, ახალი რჯული ამბობს, ნუ იფიქრებ ბოროტებაზე და აზრადაც არ გაივლო იგი. ძველი აღკვეთდა ბოროტების ნაყოფებს, ახალი კი აღმოფხრის ბოროტების ფესვებს და ანადგურებს მის თესლს ადამიანის გულში. ძველი რჯული არ აძლევდა ადამიანს ძალას მცნებათა აღსასრულებლად. ახალი რჯული თავის თავში შეიცავს ღვთის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც წმენდს განაახლებს, ხელახლა შობს მის აღმსრულებელთ. აი რატომ უწოდებენ წმინდანები მას ცხოველმყოფელს. მხოლოდ დაიწყე ცხოვრება ამ ცნებათა მიხედვით და გამოცდილებით დარწმუნდები, გულით იგრძნობ, რამდენად ახლოსაა შენთან ღვთის მადლი და არასდროს შეწყვეტ ამ საქმიანობას, აღარაფერს დაინანებ მცნებათა აღსასრულებლად. და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა. რატომ აღნიშნა ბაგეთა გახსნა მახარებელმა? იმიტომ რომ მაცხოვარი სიტყვის გარეშე საქმეებითაც ასწავლიდა. იგი მიმართავს მოწაფეებს, რათა ხალხისთვის გაუგებარი არ იყოს მისი საუბარი, თორემ მისი ქადაგება ყველას თითოეულ ადამიანს მიემართება. იგი ხსნის ბაგეს გალილეაში ნაქადაგები სამეუფო სახარების არსის გადმოსაცემად. ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. რას ნიშნავს გლახაკნის სულითა? თავმდაბლებსა და გულშემოსვლილებს. მრავალია ისეთი, ვინც თავმდაბალია, არა თავისი განწყობით, არამედ გარემო აუცილებლობის გამო. ამიტომაც იგი არ მოიხსენიებს ასეთებს. არამედ ნეტარებს უწოდებს უპირველესად მათ, ვინც საკუთარი ნებით იმდაბლებს და არარად მიიჩნევს თავს.
რა და რა თქვა მან თავმდაბალნი, არამედ გლახაკნი. სულით გლახაკნი ისინი არიან, ვინც უფლის სწავლების გამო დაიგლახაკა თავი. სულიერი სიგლახაკე იგივე შემოსვლელი გული, საუკეთესო გონების მქონე ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ესაა ღვთის დიდებულების წინაშე საკუთარი უსუსურობის, შემოქმედის სიწმინდესთან შედარებით საკუთარი ცოდვილობის, ღვთის განუსაზღვრელ ძალაზე სრულად დამოკიდებულების გააზრება. მეფე დავითმა თქვა საკუთარ თავზე, მე მატლი ვარ და არა კაციო. დავით მეფე არ ყოფილა ჭკუასუსტი, პირიქით, იგი იყო მდიდარი და გენიალური გონის ადამიანი. მისი ძე ბრძენი სოლომონი ამბობს, ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. სწორედ ამას ნიშნავს სულიერი სიგლახაკე, ყოველთვის მიენდო უფალს და არ ერწმუნო საკუთარ თავს. ნეტარი ის კი არ არის, ვინც ღარიბია, არამედ ის, ვინც ამ მსოფლიურ საუნჯეს ქრისტეს მცნებებს ამჯობინებს. არა მატერიალურად ღარიბი, არამედ ვინც სიღარიბე მთელი გულით აირჩია. ხოლო ის, რაც თავისუფალი ნებით არ არის, ნეტარების მიღწევაში ვერ დაგვეხმარება. ნეტარი იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის ცემულ იქმნენ. როგორი გლოვა გვიქადის ნეტარებას? როდესაც ვტირით საკუთარი ცოდვების გამო, რადგან რჯულის დარღვევით ადამიანი ღმერთს შეურაცხყოფს. რატომ აკავშირებს ასე მჭიდროდ ერთმანეთთან სიგლახაკესა და ტირილს? იმიტომ, რომ ისინი განუყრელნი არიან, მაგრამ ამ ქვეყნიურ სიგლახაკეზე წუხილს სულისთვის სიკვდილი მოაქვს, როგორც მოციქული ამბობს, ხოლო ღმერთის გამო წუხილს მხსნელი სინანული. რას იგლოვენ მდაბალნი, როგორი ცრემლია ღვთის წინაშე ძვირფასი, ნუ თუ ყველანაირი ცრემლი ერთნაირია. ადამიანები ხომ არც თუ იშვიათად ტირიან შურის, სიბოროტისა და სიძულვილის ცრემლით. ამ წყეულ ტირილს არ გულისხმობს ქრისტეს სიტყვა, არამედ მათ, ვინც საკუთარ ცოდვათა სიმრავლესა და უღირსებას იაზრებს. ესაა მწუხარება ღმერთის გამო. ღმერთს მოსწონს მათი ცრემლიც, ვინც ამ მსოფლიურ სიცრუეს ვერ იტანს, ვინც იტანჯება და ეწამება გარყვნილი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრების გამო, სოდომში მცხოვრები ლოტის მსგავსად. ნეტარი იყვნენ მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ვინაიდან მეტად ადვილია ბოროტებისკენ მიდრეკა, რადგან ჩვენი ბუნება მისკენ იოლად მიიზიდება და ბოროტს ესწრაფვის, ამიტომ სანატრენია სიმშვიდე, რადგან იგი ზეცა დამაღლების მოწმეა. ადამიანის ბუნება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებად იყოფა, სიმაღლედ და სიმდაბლედ, შურად და მოწყალებად, სიძულვილად და სიყვარულად და მშვიდობად. რადგან ადამიანური ცხოვრება ნივთიერია და ნივთებში ვნებები მკვიდრობენ. ყოველი ნება კი ისწრაფვის აღსასრულებლად. ამიტომ უფალი შენატრის არა ვნების გარეთ მყოფთ, არამედ ადამიანთა ცხოვრებაში სათნოებათა შესაძლოს ღვრად ასახელებს თვინიერებას და ამბობს, რომ თვინიერება საკმარისია ნეტარებისთვის. უფალი არ ელის კაცობრივი ბუნებისგან სრულ უვნებობას, რადგან არ შეეფერება მის ჭეშმარიტსა და სამართლიან რჯულმდებლობას გვიბრძანოს ბუნებისთვის შეუძლებელი. ბუნებისა და ძალის მიხედვითაა ბრძანება და რჯულის მდებლობა. ამიტომაც სიმშვიდესა და მყუდროებას გვიბრძანებს ნეტარება და არა სრულ უვნებობას, რადგან ეს უკანასკნელი ბუნების მიღმაა, ხოლო მეორე სათნოების საზომია. ნეტარებას რომ გულისთქმათა მიმართ სრული აღუძვრელობა უპირატესად დაესახელებინა, ამაო იქნებოდა
და ჩვენი ცხოვრებისათვის უქმი ის ნეტარება და მისი კურთხევა. რადგან მისწვდა კი ამ ყოველივეს ვინმე ხორცში მყოფთაგანი. მას კი არ ასახელებს დასასჯელად, ვისაც რაიმე განსაცდელის გულის თქმა ექნება, არამედ მას, ვინც გაუფრთხილებლობით ვნებაში ჩავარდება, რადგან ვნებისკენ ტოლვა ჩვენი აგებულებისა და უძლურების გამო ხანდახან შეიძლება უნებურად შეგვემთხვიოს, მაგრამ არ უნდა წაგვიღოს ვნებამ, მხნედ უნდა აღვუდგეთ წინ და კეთილი გულის სიტყვებით მოვიგერიოთ იგი, სწორედ ესაა სათნო საქმე. იხილე როგორი სანატრელია სიმშვიდე და უბადრუკობით სავსეა მრისხანება, რადგან როდესაც სიტყვა ან საქმე, ან სხვა რაიმე ღონე და ეჭვი აღძრავს ამ სენს, ადუღებს სისხლს და სულს აღძრავს ბოროტისთვის. მაშინვე როგორც წარმართთა ზღაპრებშია პირუტყვის სახეს რომ მიიღებს ბუნება, ასევე ადამიანი მრისხანების მიერ იქცევა ძაღლის, ჯიქის, ვეფხვის ან სხვა რომელიმე მხეცის მსგავსად და უშვერებით სავსე ხდება. თვალები უსისხლიანდება, თმა აეჯაგრება, ენა გესლიანი უხდება, ხმა მკაცრი, ბაგეები უშეშდება და ვერ გამოთქვამს სიტყვებს. აღძრული ვნებისგან პირი უშრება და რაღაც ხმებთან ერთად დორბლს უშვებს პირიდან. ასევეა მისი ხელებიც, ფეხებიცა და მთელი მისი სხეულის აღნაგობა, ყოველი ნაწილი ვნების შესატყვისია. როდესაც ამას შეესწრები ხომ იტყვი, საწყალი და საძაგელია მხეცს მიმსგავსებული, ხოლო სანატრელია მშვიდი, რადგან მოყვასის ბოროტების გამო თავისი მშვენიერება არ შეუცვლია. ცხადია სიმდაბლის შემდეგ რატომაც გვიდგენს სიმშვიდის რჯულს, რადგან სიმდაბლე სიმშვიდის დედად არის შერაცხილი. თუ კი გონების ამპარტავნებას დათრგუნავ, მრისხანება ადგილს ვეღარ იპოვის შენში, რადგან გინება და შეურაცხყოფაა მრისხანების მიზეზი. ხოლო ვინც საკუთარ თავს სიმდაბლეში განსწავლის, მას გინება და შეურაცხყოფა ვერ შეეხება. თუ კი ვინმეს კაცობრივი საცთურისგან სუფთა გულის სიტყვა აქვს და ხედავს საკუთარი ბუნების სიმდაბლეს, ხედავს რა და როგორია მისი დასაბამი და როგორი დასასრულისკენ მიექანება მოკლე და სწრაფლწარმავალი აქაური ცხოვრება და ხედავს ხორცთან შეერთებულ ბიძს და ბუნების სიგლახაკეს, ამის მიღმა ხედავს მწუხარებებს, გლოვას, განსაცდელებსა და მრავალგვარ სენს, რითაც სავსეა კაცის ცხოვრება და რომელთაგან არც არავინ არის თავისუფალი, ვინც ყოველივე ამას და ამაზე მეტს განწმენდილი სულიერი თვალით ხედავს. ასეთი პატივის მოკლების გამო იოლად არ განრისხდება, პირიქით საცთურად მიიჩნევს რაიმე საქმის გამო მოყვასის მხრიდან მიგებულ პატივს, რადგან ჩვენს ბუნებაში არაფერია ამგვარი პატივის ღირსი, გარდა სულისა, რომლის პატივიც ამ ქვეყნიურ პატივის მიგებაშიც არ ვლინდება. სიმდიდრით სიქადული ან წარმომავლობით თავის მოწონება, საკუთარი დიდების განცდა და მოყვასზე მაღლა საკუთარი თავის დადგინება, რაშიც კაცობრივი პატივი ვლინდება, ეს ყოველივე სულიერი პატივისგან გასაკიცხი და შესარცხვენია და არავინ გონიერთაგანი არ დაუშვებს, რომ ამათგან შებღალოს თავისი სულის სიწმინდე. და ვისაც ამგვარი განსჯა აქვს, არაფერს მოასწავებს სხვას სიმდაბლის სიღრმის გარდა. და თუ კი მრისხანება არ არის, მყუდრო და მშვიდია ცხოვრება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სიმშვიდე, რომლის საჩუქარიცაა ნეტარება და ზეცათა ქვეყნის მოქალაქეობა, ბოძებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ნეტარიყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განძღენ.
ჩვენთვის არ არის საკმარისი გვინდოდეს სიმართლე, თუ კი არ ვიტანჯებით მის დამი ძლიერი ლტოლვით, შიმშილის მსგავსად. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ საკმარისად მართლები, არამედ მუდამ უნდა გვქონდეს მართალი საქმეების აღსრულების მოთხოვნილება. არსებობენ სიმართლისათვის მშიერ-მწყურვანი, ანუ ხორციენი და ზნეობრივ სულიერი სათნოებებისთვის. ვინც არ იცის ამა თუ იმ ნივთის გემო, ის ვერც უმისობას განიცდის, მაგრამ ვინც დააგემოვნებს, მას ძლიერი სურვილი აღიძვრება მის მიმართ. ასეა მცნებათა სიტკბოების გამსინჯველიც, რომელმაც იცის, რომ მცნებათა დაცვით ქრისტეს ბაძავს, ძლიერი სურვილი აქვს მათ მიმართ. შეიგრძნობს რა წმინდა წერილში დაფარულ საიდუმლოთაგან მცირედს, მათი შეცნობის ძლიერი წყურვილი ამოძრავებს და რამდენადაც შეიცნობს, მეტად ენთება წყურვილით. და რამდენადაც ღვთაებრივი ყველასთვის მიუწვდომელია, ის ყოველთვის სწურიათ. ღვთის მაძიებელს შეუძლებელია არ სწუროდეს და არ შიოდეს სიმართლე, რადგანაც სიმართლე ღმერთია, რომელსაც სიმართლის მზე ჰქვია. ამდენად სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი იგივეა, რაც ღმერთისთვის მშიერ-მწყურვალი, როდესაც ერთადერთი მხოლოდ ღმერთი სურს და მხოლოდ მისდამი სიყვარული წვავს. ნეტარი იყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ამ და სხვა მცნებებზე ფიქრისას ადამიანი გასცემს არა მხოლოდ იმას, რაც აქვს, არამედ საკუთარ სულსაც გასწირავს მოყვასისთვის, რადგან ესაა სრულყოფილი მოწყალება. როგორც ქრისტემ დაითმინა სიკვდილი ჩვენს გამო, გვაჩვენა სახე და მაგალითი, რომ ჩვენც გვკვდებოდეთ ერთმანეთისთვის და არა მხოლოდ მეგობართათვის, არამედ საჭიროების შემთხვევაში მტრებისთვისაც. მოწყალების გასაცემად არ არის აუცილებელი მატერიალური ქონება, უფრო მეტად ეს დიდი სისუსტეა, ვისაც არაფერი აქვს მოწყალებაში გასაცემი, მოწყალე უნდა იყოს ყველას მიმართ. საყოფაცხოვრებო ნივთებს თუ არ იქნება მიჯაჭვული და ადამიანებისადმი ექნება თანაგრძნობა, ამით შეძლებს სხვათა დახმარებას. როგორც მოიქცევი, შენც ისე მოგექცევიან. სხვებს ისე მოექეცი, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. ვინაიდან შენ ფუფუნებაში ცხოვრობ, უხვად გაქვს წარმავალი ნივთები, მაგრამ გჭირდება მარადიული. გესმის ღარიბის, მაგრამ შენც უპოვარი ხარ ღვთის წინაშე. შენ მოგმართავენ თხოვნით, მაგრამ შენც ითხოვ და როგორც მოექცევი შენს მთხოვნელებს, ღმერთიც ასევე მოგექცევა. ვინაიდან ერთდროულად სავსეც ხარ და უპოვარიც. შეავსე შენი სისავსიდან უპოვარი, რათა ღმერთმაც თავისი სისავსიდან შეავსოს შენი უქონელობა. ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ვინ შექმნის წმინდას უწმინდურისგან? აქ იგულისხმება ბუნებითი უწმინდურობა, რომელიც ყრმას დაბადებისას მოყვება. ამიტომაც რჯულისმდებელმა მოსემ თქვა, მშობიარე ქალი არა წმინდაა. თუ ვაჟს გააჩენს, უწმინდურია 40 დღე, ხოლო თუ ქალს გააჩენს, უწმინდურია 80 დღე. ეს ყოველიმე მოსეს რჯულში რომ არ ასახულიყო, ეს ბუნებრივი წესრიგი სხვაგვარად მაინც დამტკიცდებოდა. რა შეიძლება შესცოდოს ერთი დღის ყრმამ იმ რუშებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ის ჯერ სუსტია ავხორცობაში და უცხოა მისთვის მსგავსი სურვილები. მოკლავს, მაგრამ მას არ შეუძლია სასიკვდილო იარაღის გამოყენება. ქრთამსა იღებს, მაგრამ მას არ აქვს სხვისი და საკუთარი ქონების განცდა. პირიქით, პატარები არ არიან გულღრძოები, რადგან სანამ ასაკობრივად მომწიფდებიან, როდესაც სცემენ, მათი რეაქცია მხოლოდ ვედრებაა, დევნის დროს კი თავს არ იცამენ.
ამიტომაც მიმართა უფალმა მორწმუნეებს სიტყვებით: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვდათ ცათა სასუფეველში. მუდამ უნდა უფხიზლობდეთ უხამსი აზრებისა და შთაბეჭდილებებისგან გულის დასაცავად. შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო. გულის ფხიზლას დაცვისგან იშვება სიწმინდე, რომლისთვისაც შესაძლებელია ღმერთის ხილვა. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. მაცხოვარი ნეტარებას პირდება მათ, ვინც მშვიდობას ამყარებს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც კონფლიქტი აქვთ როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან. მაგრამ არავის არ აქვს უფლება სხვას მიუთითოს იმაზე, რაც თავად არ გააჩნია. ამიტომაც მიკვირს ღვთის შეუდარებელი კაცთმოყვარეობის სიუხვე. იგი კეთილმისაგებელს პირდება არა მხოლოდ გაწეული შრომისა და დაღვრილი ოფლის სანაცვლოდ, არამედ გარკვეული სიამოვნების მიღებისთვისაც, რადგან მშვიდობა უპირველესია მათ შორის, რაც გვახალისებს, ხოლო მის გარეშე, როდესაც ის დარღვეულია, სიხარულს ვერაფერი გვანიჭებს. თავად მშვიდობის მყოფელნი ისინი არიან, ვინც შეირიგა, დაიმორჩილა განსჯა, ანუ გონება და სული, საკუთარი სულის მოძრაობანი, ვინც ალაგმა ხორციელი სურვილები. ასეთი აღწევს ღვთის სასუფეველს, სადაც ყოველივე ისია მოწყობილი, რომ ყველაფერი, რაც შესანიშნავი და საუკეთესოა ადამიანში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უფლებს ყველაფერ დანარჩენზე, რაც დამახასიათებელია ადამიანთა და ცხოველთათვის. სწორედ ის, რაც ამაღლებულია ადამიანში, ანუ ჭკუა და გონება, ექვემდებარება უმჯობესს, იმას, რაც არის მხოლოდ ჩობილი ძე ღმერთის ჭეშმარიტება. ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. სიმართლისათვის ეს დამატება განასხვავებს ერთმანეთისგან მოწამეს ყაჩაღისგან. ყაჩაღიც ხომ თავისი ბოროტი საქმიანობის გამო იტანს დევნას, მაგრამ ამისთვის ის გვირგვინს კი არ იღებს, არამედ მხოლოდ კუთვნილ სასჯელს. მოწამედ კი ადამიანს ხდის არა სასჯელი, არამედ მიზეზი. თავიდან იგი ირჩევს მიზეზს, რის შემდეგაც იტანს სასჯელს. ქრისტეს ვნებისას გვერდიგვერდ სამი ჯვარი იყო აღმართული. შუაში თავად ქრისტესი, მის ორივე მხარეს კი ორი ყაჩაღისა. დააკვირდი სასჯელს, ხვედრი ერთნაირია, თუმცა ერთ-ერთმა ყაჩაღმა ჯვარზე 60 მოიპოვა. შუაში მყოფი მსაჯული განსჯის ქედმაღალს და იწყალებს მდაბელს. ძელი ქრისტეს სამსჯავროდ იქცა. რას აკეთებს მსაჯული? იგი მონანულ ყაჩაღს ეუბნება, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები 60-ში. ისიც იტანჯებოდა, მაგრამ მან თქვა, მომიხსენე მე უფალო, როცა მიხვალ შენ სასუფეველში. ამით იგი ამბობს, ვიცი ჩემი ბოროტ მოქმედებანი, მზად ვარ შენს მოსვლამდე ჯვარზე ვიყო. რადგან ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება. ქრისტემ დაუყოვნებლივ აღასრულა განაჩენი და მიმადლა მას ცოდვათა მიტევება. დევნილნი და ძაგებულნი არიან ისინი, ვინც სიმართლისათვის, ანუ ქრისტეს სახარებისეული სიტყვისთვის იტანენ ადამიანთაგან ყოველგვარ სიბოროტეს, დევნას, ლანძღვას, ბორკილებს, საპყრობილეს, ტანჯვასა და თვით სიკვდილს. სიმართლისათვის ამგვარი ტანჯვა ღვთისადმი სიყვარულს ყველაზე მეტად ამოწმებს, რადგან როგორ შეიძლება არ უყვარდეს ღმერთი მას, ვინც მისი სიმართლისთვის ტანჯვისთვისაც კი მზად არის. რაც შეეხება სათნოებებს, რომელთა გამოც ნეტარებას დავპირდნენ, მათ შესახებ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში ის, რომ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
იმდენად რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს და ვისაც სურს იქონიოს ერთი მათგანი, იგი სხვა დანარჩენსაც მოიპოვებს, ხოლო ვინც ერთ მათგანს დაკარგავს, დაკარგავს დანარჩენსაც. ასევე უნდა გვწამდეს, რომ კეთილსაქმეთა შემსრულებელნი არა მხოლოდ ზეცაში მოიპოვებენ მარადიულ ნეტარებას, არამედ აქვე ამ ცხოვრებაშივე მიიღებენ ღვთისგან კურთხეულ კეთილდღეობასა და დროებით სიკეთეებს. ნეტარი იყვნენ თქვენ რაჟამს ყვედრიდნენ და გდევნიდენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის. ყოველთვის ქრისტეს გამო არ შეურაცხყოფენ, ზოგჯერ ამის მიზეზი ჩვენ თვითონ ვართ, ან ვაწყენინებთ სხვებს, ან ჩვენი ცუდი საქციელია მიზეზი. ნეტარების ყველაზე მაღალი საფეხური ორ პირობას მოითხოვს, რათა შეურაცხყოფა იყოს ცრუ და იყოს ქრისტეს გამო. თუ კი ამ პირობათაგან ერთ-ერთი აკლია, მართალია ისინი არ ბათილდება, მაგრამ ვერ მიგვიყვანს ნეტარების უმაღლეს საფეხურამდე. თუ კი ჩვენზე სიმართლეს ვისმენთ და ამას ქრისტეს გამო ვითმენთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეგვრცხვეს, რადგან ერთის გამო სათნოა ჩვენი მდგომარეობა, ხოლო მეორეში მხილებულნი ვართ. ასევე თუ კი ჩვენზე სიცრუე გვესმის და არ ვითმენთ ქრისტეს გამო, მოთმინების საზღაურს კი მივიღებთ, მაგრამ ვერ მივაღწევთ ნეტარების მაღალ საფეხურს, რომელიც არ იქნებოდა მიუწვდომელი, თუ კი ჩვენ ორივე პირობას დავაკმაყოფილებდით. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთო სასყიდელი თქვენი ფრიად არ სცათა შინა, რამეთო ეგრეთვე დევნეს წინასწარმეტყველნი უწინარეს თქვენსა. ყველაფერი, რაც ქრისტეს სახელის გამო დევნისას შეიძლება მოიფიქროს ბოროტმა და ვერაგმა მდევნელმა, იქნება ეს ლანძღვა გინება თუ ხორციელი ტანჯვა. ჩვენ არა მხოლოდ მოთმინებით უნდა გადავიტანოთ, არამედ სიხარულითაც კი უნდა მივიღოთ მომავალი დიდების გამო. რამდენად საამურია ამ დევნათა დათმენა, რომელთათვის ჯილდოდ ზეცაშია, როგორც ამას უფალი ბრძანებს. სხვა სათნოებებთან დაკავშირებით დიდ საზღაურზე უფალი არაფერს ამბობს. აქ კი გვიჩვენებს, რომ ლანძღვის დათმენა დიდი და უძნელესი საქმეა. ბევრმა სიცოცხლე ამის გამო თვითონვე მოისწრაფა. თვით იობიც კი, რომელმაც სხვა განსაცდელები დაითმინა, განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდა, როცა მეგობრებმა დააყვედრეს, რომ თითქოს ცოდვის გამო იტანჯებოდა. რადგან ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთაც. მოწაფეებს რომ არ ეფიქრათ, დევნილნი ვიქნებითო ქრისტეს სწავლების რაღაც საწინააღმდეგო ქადაგების გამო, უფალი ანუგეშებს მათ და ეუბნება, თქვენამდე სათნოებისათვის წინასწარმეტყველნი იდევნებოდნენ, ამიტომაც ნუგეში მათ ტანჯვაში გექნებათო. თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი, უკვე თუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს, არღარა შემძლებელად მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. თუ კი ჩვენ მარილი ვართ, მაშინ უნდა გამოვასწოროთ ადამიანები. თქვენ მწყემსებო, იფიქროთ, რომ ღვთის ცხოველებს მწყემსავთ. სწორედ ამ ცხოველთა შესახებ საუბრობს ფსალმოდგალობელი. შენი ხალხი დასახლდა იქ ღმერთო. ხშირად შინაურ ცხოველებს მარილის ქვას აძლევენ სალოკავად. ხალხში მღვდელმსახურიც პირუტყთათვის განკუთვნილი ამ მარილის ქვასავით უნდა იყოს, რადგან აუცილებლად უნდა ზრუნავდეს, რა უნდა უთხრას თითოეულს მისი მდგომარეობის შესაფერისი, რომ მასთან ურთიერთობით ადამიანი მარადიული ცხოვრების გემოს განიცდიდეს. ჩვენ არა ვართ დედამიწის მარილი, თუ კი მსმენელთა გულების გამოსწორებას ვერ ვახერხებთ.
ამ სანელებელს საჭმელად მოყვას სწორედ ის აძლევს, ვინც თავისი ქადაგების სიტყვას თავაზობს. ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ შეინანა ჩვენი სიტყვის მოსმენის შემდეგ, ვინ გამოსწორდა ჩვენი შეგონებით, ვინ უარყო ფუფუნება ჩვენი მითითებით, ვინ განაგდო ვერცხლის მოყვარეობა, ვინ სიამაყე. წარმოვიდგინოთ ის საშინელი დღე, როდესაც მსაჯული მოვა ანგარიშის გასასწორებლად თავის მონებთან, რომელთაც ნიჭები უბოძა. რას ვიტყვით მაშინ, როდესაც მარადიული მწყემსის წინაშე ამდენი მწყემსი წარდგება საკუთარ სამწყსოსთან ერთად? რას ვიტყვით ჩვენ, ვინც მწყემსის სახელს ვატარებდით, მაგრამ ვერ მივუთითებთ ცხვრებზე, რომლებიც უნდა აღგვეზარდა? ჩვენ აქ კი ვიწოდებით მწყემსებად, მაგრამ იქ სამწყსოს გარეშე წავდგებით. მაგრამ ნუ თუ ჩვენი დაუდევრობის ჟამს ყოვლის შემძლე ღმერთიც მიატოვებს თავის ცხვრებს? სულაც არა, რადგან ამ შემთხვევაში იგი თავად მწყემსავს მათ, როგორც ეს აგვითქვა წინასწარმეტყველის მიერ. მართალია მორწმუნენი ჩვენი დახმარებით განიწმინდებიან, იკურთხებიან ჩვენი ლოცვებით და იღებენ სული წმინდას, თუმცა თავად აღწევენ ცათა სასუფეველს. ჩვენ კი დაუდევრობის გამო ქვევით მივექანებით. მღვდლის ხელთაგან განწმენდილნი რჩეულნი შედიან ზეციურ მამულში. თავად მღვდელმსახურნი კი თავისი უწმინდური ცხოვრებით ჯოჯოხეთური სასჯელისკენ ისწრაფვიან. რას უნდა შევადაროთ უღირსი მღვდლები, თუ არა ნათლისღების წყალს, რომელიც ჩამორეცხავს ნათელღებულთა ცოდვებს და ზეციურ სასუფელოში წარგზავნის მათ, თვითონ კი უწმინდურ ადგილებში ჩაედინება. და ჩვენი მსახურება ჩვენივე აღსრულებულ საქმეებს ეთანხმებოდეს. ყოველდღიურად ვიზრუნოთ ცოდვათა შენდობაზე, რომ ჩვენი ცხოვრება არ დარჩეს ცოდვის ერთგული, მაშინ, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის სხვებს ყოველდღიურად აძლევს ცოდვათა შენდობას. განუწყვეტლი ვიაზრებდეთ საკუთარ თავს ვინ ვართ, ვიაზრებდეთ საკუთარ პოზიციას, ვწონიდეთ სიმძიმეს, რომელიც თავს ვიდეთ. ყოველდღიურად მივცეთ საკუთარ თავს ანგარიში, რომელსაც ჩვენ ზეციურ მსაჯულს წარმოვდგენთ. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ისე, რომ მოყვასზე ზრუნვა არ მივატოვოთ. ვიზრუნოთ ისე, რომ ყოველი, ვისაც ექნება ჩვენთან ურთიერთობა, შეზავებული იყოს ჩვენი საუბრის მარილით. წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ მხილების სიმწარეს, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ. თუ მარილი გამტკნარდა, რაღაცი დაამარილებ, აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად. თუ კი მოძღვარი გაუგუნურდება, ესე იგი არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება და რითი დამარილდება, ანუ გამოსწორდება, მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებული იქნეს. თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი, ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. სამართლიანად უწოდებს საკუთარ მოწაფეებს ქვეყნის ნათელს, რადგან მათი მეშვეობით თითქოს მოელვარე სხივებით უფალმა საკუთარი სწავლება გადმოღვარა მთელ სამყაროზე. მათ კი ადამიანთა გულებიდან განდევნეს ცდომილების სიბნელე და შეიტანეს მათში ჭეშმარიტი სინათლე. ამგვარი მსგავსებით აღძრავს მათ სრულყოფილი და წმინდა ცხოვრებისთვის და უბრძანებს მტკიცედ იდგნენ ბრძოლაში, რამდენადაც ისინი ყველას დასანახად გამოსაჩენ ადგილას დადგინდებიან. როგორც მთის მწვერვალზე გაშენებული ქალაქი ვერ დაიმალება,
ასევე თქვენც ვერ მოახერხებთ დამალვას საღვთო მოძღვრების სიმაღლეზე დადგენილნი. ამიტომ ყურადღებით იყავით, რათა გაუმკლავდეთ და ვინც შემოგყურებთ, მათაც წარუდგინოთ მშვენიერი სწავლება და ცხოვრების წესი. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა და ხნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ქალაქი მთაზეა გაშენებული, ანუ მოციქულები, წინასწარმეტყველები და მოძღვრები ქრისტეს მიერ არიან დადგენილნი. მთა არის ქრისტე. მახარებელ სულს აჩვენოს თუ რატომ წარმოაჩინა თავად ქრისტემ თავისი წმინდანები და უკრძალა მათ ფარულად ყოფნა. იმიტომ რომ ვინც სანთელს ანთებს არა საწაოს ქვეშ შესანახად, არამედ დგამს სასანთლეზე სახლის გასანათებლად. და ვინ ანთებს სანთელს? მამა და ძე. რას აღნიშნავს ეს სანთელი? საღვთო სიტყვას, რომლის შესახებაც ნათქვამია: ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი. უნათებს იმის გამოსაჩენად, თუ ვინ არის ეკლესიაში, როგორც ღვთის სახლში და ვინ დანარჩენი სამყაროს სახლში. რას აღნიშნავს სასანთლე? სიცოცხლის სიტყვის მტვირთველ ეკლესიას. ამის შესაბამისად ამბობს პავლეც, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი. შესაბამისად ეკლესიის მამები, რომელთაც უპყრიათ ღვთის სიტყვა, სასანთლედ იწოდებიან. საწყაო კი ღვთის გარეშე, ანუ ყოველივე საღვთოს გარეშე მცხოვრები ერის ადამიანები არიან. ეგრეთ ბრწყინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. რატომ ამბობს უფალი ამ სიტყვებს? ამით ყოველ ჩვენგანს უბრძანებს, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყოველივეს ღვთისკენ მზერა მიპყრობელნი აღვასრულებდეთ და მხოლოდ მას ვესათნოებოდეთ. ნამდვილი ქრისტიანი უნდა გაურბოდეს ადამიანთაგან ქებასა და სათნო საქმეთა სააშკარაოზე გამოტანას, რადგან თუკი თავისი ღვთივსათნო საქმეებით ყველა გაიცნობს, არ უთხრას ღმერთმა, ადამიანები გაკვირვებულნი არიან გამოვლენილი საქმეებით, არამედ მან ღვთისგან უნდა ისმინოს. ადამიანები განადიდებენ თქვენს ზეციერ მამას. უფალი გვიბრძანებს, რომ ვადიდოთ მამა და მის ნებას მივუსადაგოთ ყოველი საქმე, რამდენადაც მამას აქვს გამზადებული ჯილდო კეთილი საქმეებისთვის. ეს შენ გიბრძანებს უფალი, რომ გაერიდო წარმავალ ქებასა და მიწიერ დიდებისმეტყველებას. ყოველივე ამის მაძიებელი და მისკენ სწრაფველი არა მხოლოდ მარადიულ დიდებას აკლდება, არამედ აქვე მიიღებს მისაგებელს. უფალი კი ამბობს, ვაი თქვენ როცა კარგ სიტყვის თქვენზე ყოველი კაცი. ამიტომ გაექეცი ადამიანურ პატივს, რომლის დასასრულიც მარადიული სირცხვილია. ესწრაფე მაღალ ქებას, რომელთა შესახებაც ამბობს დავითი, უფლით იქადის ჩემი სული. ამგვარად გვეძლევა მცნება ყველაფერში უგულებელყოთ ადამიანური დიდება და იგი მხოლოდ ღმერთთან ვეძებოთ. ვინც ასე იქცევა, უფალი მას ერთგულს უწოდებს, ხოლო ვინც მიწიერ პატივს ესწრაფვის, მას ორგულთა რიგებს მიაკუთვნებს და ამბობს, როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუ კი ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ. ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა, არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად. მართალია იუდეველები არ ასრულებდნენ რჯულს, მაგრამ მას უაღრესად პატივს სცემდნენ და მიუხედავად იმისა, ყოველდღიურად არღვევდნენ მას თავიანთი საქმეებით,
მაინც სურდათ წერილი ხელშეუხებელი დარჩენილიყო მისთვის და არავის არაფერი დაემატებინა. უნდა ითქვას, რომ ისინი მკაცრად იცავდნენ თავიანთი უფროსების მიერ წამატებულ ზოგიერთ წესსაც. თუმცა ეს რჯულს კი არ ავსებდა, არამედ ამახინჯებდა. მაგალითად, ასეთი წამატებებით ირღვეოდა მშობელთა ჯეროვნად პატივისცემის მცნება და საერთოდ ამ შეუსაბამო შევსებებით მრავალ ვალდებულებას ეთხრებოდა ძირი. ამგვარად, ვინაიდან ქრისტე არ წარმოდგებოდა სამღვდელო ტომიდან, რისი შეტანაც მან განიზრახა იყო დამატება, მაგრამ არა სათნოებათა დამაკნინებელი, არამედ აღმამაღლებელი. შესაბამისად, მან გაითვალისწინა, რომ ერთსაც და მეორესაც შეეძლო მათი აღშფოთება და ამიტომ ვიდრე განსაზღვრავდა თავის კანონებს, წინასწარ უკუაგდებს მათი გონების შესაძლო ფარულ ეჭვებს. მაინც რა იყო მათი ეჭვები და რის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო? ისინი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე ამას რჯულის ძველ განწესებათა გასაუქმებლად ამბობდა. აი სწორედ ამ ეჭვს აცილებს. ის, რომ მან შექმნა სამყარო და ყოველივე მასში არსებული დაამტკიცა თევზჭერით, წყლის ღვინოდ გადაქცევით, პურის გამრავლებით, ზღვაზე ქარიშხლის დამორჩილებით და სხვა მრავალი სასწაულით. მართალია თავად სიტყვიერად აშკარად არასდროს გამოხატავდა, მაგრამ მისი მოწაფეები იოანე, პავლე და პეტრე ამას საკმაოდ ხშირად ამბობენ. თუ ამ მოწაფეებმაც კი, რომლებიც დღისით და ღამით ისმენდნენ მის საუბრებს, ხედავდნენ სასწაულებს, რომელთაც იგი პირისპირ ბევრს განუმარტავდა, ანიჭებდა მკვდართა აღდგინების ძალასაც და რომლებიც იმდენად სრულყო, რომ მათ მისი გულისთვის მიატოვეს ყველაფერი, თუ კი ვერც მათ შემდგარ სათნოებისა და სიბრძნის მოყვარეობის ასეთ სიმაღლეზე, სულიწმინდის ნიჭების მიღებამდე ყოველივეს დათმენა მაინც ვერ შეძლეს, იუდეველი ხალხი, რომელსაც არც ასეთი ცოდნა ჰქონდა, არც ასეთი სათნოება და მხოლოდ ზოგჯერ ხდებოდა მოწმე იმისა, რასაც აკეთებდა თუ ამბობდა ქრისტე, როგორ გაირწმუნებდა, რომ იგი ყველაფერში ღვთისნებისამებრ მოქმედებდა, თავად იესოს რომ არ გამოეჩინა სიმდაბლე ყოველივეში. სწორედ ამიტომ შაბათის დარღვევისას მან მოულოდნელად კი არ შემოიტანა ასეთი რჯულდება, არამედ წინასწარ წარმოადგინა მრავალი და განსხვავებული მიზეზი. თუ კი ერთი მცნების გაუქმებისას ასეთი სიფრთხილით არჩევდა სიტყვებს, რათა მსმენელი არ დაეფრთხო, როდესაც ძველ რჯულს ახალს დაურთავდა, მით უმეტეს უნდა შეემზადებინა ისინი და სათქმელი მათი მდგომარეობისთვის მიესადაგებინა, რომ არ აღეშფოთებინა. ამავე მიზეზით საკუთარ ღვთაებრიობასაც არ ამხელდა მკაფიოდ. მართლაც თუ კი რჯულზე დამატება ასე არ მოსწონდათ, რამდენად მეტად აღშფოთდებოდნენ ისინი, თუ კი თავს ღმერთად გამოაცხადებდა. ამიტომაც აპირებს რა რჯულის შევსებას ამ საქმეს უდიდესი სიფრთხილით კიდევს ხელს. ნუ გგონიათ თითქოს მოვედი გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. მართლაც თუ ქრისტე მოვიდა, რათა დაარღვიოს ეშმაკის ძალაუფლება, მაშ როგორღა გამოდის, რომ იგი არათუ არ არღვევს მას, არამედ კიდეც აღასრულებს. მან მხოლოდ ის კი არ თქვა არ ვარღვევო, არამედ დასძინა აღვასრულებ. ეს კი მიუთითებს, რომ არათუ არ ეწინააღმდეგებოდა რჯულს, არამედ იწონებდა კიდეც მას. როგორ აღასრულა რჯული ან წინასწარმეტყველნი? წინასწარმეტყველნი იმით, რომ საკუთარი საქმეებით დაამოწმა ყველაფერი, რასაც ისინი მასზე ღაღადებდნენ. მაგალითად, როცა იშვა, როცა ყრმათა საოცარი გალობით იდიდა, როცა კიცვზე შეჯდომა ინება
და საერთოდ მრავალ სხვა შემთხვევაში აღასრულებდა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შეუსრულებელი დარჩებოდა, იგი რომ არ მოსულიყო სოფლად. ამინ გეტყვი თქვენ, ვიდრემდე წარხდეს ცადა ქვეყანა, იოტა ერთი გინარ ქა ერთი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. იმდენად მტკიცე და უცვლელია ღვთის სიტყვა, რომ მისით დგას ხილული და უხილავი, ანგელოზთა და ადამიანთა სამყარო. სახარებაში ჩაწერილი უფლის ნათქვამი იმდენად არის ჭეშმარიტი და მტკიცე, რომ ცადა მიწა უფრო ადრე განქარდება, ვიდრე ღვთის სახარებისეული სიტყვა. საოცარია ღვთის სიტყვა. შეხედეთ, როგორი ნამდვილია იგი. საუკუნეები გავიდა ქრისტეს ზეცადამაღლებიდან, მისი სიტყვა კი მტკიცედ და უცვლელად რჩება. აცოცხლებს ჩვენს გულებს, ანათებს ჩვენს გონებას, თავის აღთქმებსა და წინასწარმეტყველებებს აღასრულებს და იქნება საუკუნეთა აღსასრულამდე. ვიდრე იქნება ეს სამყარო, შეუსრულებელი არ დარჩება რჯულის უმნიშვნელო მითითებაც კი. უკვე თუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავლოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა. ხოლო რომელმან ყოს და ასწავლოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა. რჯულის მცნებათაგან ერთ-ერთის უარმყოფელი ღმერთის მიერაც უარიყოფა, როგორც ღვთის ბრძოლი და მისი რჯულის მოწინააღმდეგე. უფალმა ამა თუ იმ მცნებას უმცირესი უწოდა არა იმიტომ, რომ სინამდვილეში ასეა, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ მივიჩნევთ მათ ამგვარად. უქმის მეტყველებაში ჩავარდებით თუ მოყვასისას რამეს ვისურვებთ, თუ განვიკითხავთ ვინმეს, ეს ყველაფერი არაფრად მიგვაჩნია, ამიტომაც ვართ დაუდევრები და გულგრილნი. დავივიწყეთ, რამ მკაცრ მსჯავრს გპირდება უფალი, როდესაც ამბობს, ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. თუ კი ცოდვა ღვთისმცნებათა დარღვევაა, ხოლო არ იცრო, არ განიკითხო ღვთისმცნებებია, მაშინ აშკარაა, რომ ყოველი ამის მოქმედი სიკვდილის ნესტარით, ანუ ცოდვით არის დაწყლულებული. ამ წყლულისა და ნაკბენის მეშვეობით კი ეშმაკი როგორც მატლი მყისიერად შედის და ცხოვრობს მასში. ხოლო გეტყვი თქვენ, უკვე თუ არა აღემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. მწიგნობართა თვისება ესაა რჯულის ცოდნა რჯულის მიერი ცხოვრებისთვის ზრუნვის გარეშე, ხოლო ფარისევლებს ახასიათებთ დახვეწონ გარეგნული ქცევა შინაგანი გრძნობებისა და აზროვნების გამოსწორების მცდელობის გარეშე. ზნეობრივი წყობის როგორც ერთი, ისე მეორე სახე განწირულია ცათა სასუფევლის მიღმა დარჩენისთვის. იხელმძღვანელე აქედან, ისე შეიმეცნე სახარებისეული რჯული, რომ ამ ცოდნაზე დააფუძნო შენი ცხოვრება. შეეცადე კარგი ყოფაქცევით იყო, მაგრამ ამასთანავე იზრუნე შინაგანი გრძნობებისა და განწყობების მოწესრიგებაზე. ისწავლე რამე, ნუ დაგაკმაყოფილებს ეს ცოდნა, იარე წინ და განსაჯე, თუ რას გავალდებულებს იგი და იმის მიხედვით იმოქმედე. ისე მოიქეცი, რომ გრძნობები და განწყობები კი არ მიჰყვებოდეს გარეგნულ საქმეებს, არამედ პირიქით, ისინი განაპირობებდეს საქმეებს, როგორც მათ ზუსტ გამოხატულებას. ასე თუ აეწყობი, მწიგნობრებსა და ფარისევლებზე მაღლა დადგები და შენ წინ სამეუფო კარიც არ დაიხშობა.